ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა გუშინ მხენიანში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ მიიღო. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით 4 ივნისს გამართულ შეხვედრაზე კიმ ჩენ ინმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა უპირობო და ურყევი მხარდაჭერა რუსეთს და მის პოზიციას საგარეო პოლიტიკის ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო პოლიტიკურ, მათ შორის უკრაინის საკითხში. ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გამტკიცების გზები. ასევე კონსენსუსს მიაღწიეს უკრაინისა და სხვა საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასი რუსეთის უშიშროების საბჭოს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ითხოვინება, რომ შოიგუმ და კიმ ჩენ ინმა ასევე განიხილეს კურსკის რეგიონის აღდგენის პერსპექტივა და დაისახა გზები ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების მიერ შეტანილი წვლილის აღსანიშნავად. შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში ბოლოს მიმდინარე წლის მარტში იმყოფებოდა. აპრილში კი ორივე ქვეყანამ პირველად დაადასტურა ოფიციალურად, რომ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები რუსეთში იმყოფებოდნენ და ეხმარებოდნენ რუსებს უკრაინელების კურსკის სასაზღვრო რეგიონიდან განდევნაში. ორივე მხარე ამ დრომდე არ აკონკრეტებს თუ რამდენი ჩრდილოეთ კორეელი სამხედროა ამჟამად რუსეთში. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეისა და უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლებმა ადრე განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ გასულ შემოდგომაზე რუსეთში 12000 ჯარისკაცამდე გაგზავნა. ეს 1950-53 წლების კორეის ომის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩრდილოეთ კორეა მასშტაბურ შეიარაღებულ კონფლიქტში იღებს მონაწილეობას. ჩრდილოეთ კორეა რუსეთს ასევე დიდი რაოდენობით აწვდის იარაღსა და საბრძოლო მასალას. სამხრეთ კორეა, ამერიკის შეერთებული შტატები და მათი პარტნიორები მიიჩნევენ, რომ რუსეთმა სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეას ეკონომიკური და სამხედრო დახმარება გაუწია. ისინი შეშფოთებულები არიან, რადგან რუსეთმა შესაძლოა ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღის პროგრამის გასაძლიერებლად გადასცეს თანამედროვე ტექნოლოგიებიც.